დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ მუდონის ბრენდთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენ მუდონის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში და ამ ბოლო დროს მივიღეთ მისი ყველა არომატი. ესენია მუდონის 32 არომატი, რომელიც 2022 წლიდან 2025 წლამდე გამოვიდა. მოგეხსენებათ, ეს შედარებით ახალშექმნილი ბრენდია და ქმნის მიმსგავსებულ არომატებს. ზოგი კი განსხვავებულიც არის თავისი გემოვნებით შექმნილი. მუდონს აქვს თავისი მუყაოს ჩანთები. ბრენდირებული, სადაც აწერია მისი ოფიციალური საიტი. შეგიძლიათ შეგზავნით მის ოფიციალურ საიტზე და ფასი ჯერ იქნახოთ და შემდეგ კი ჩვენთან. ეს არის მისი ოფიციალური საიტი, რომელიც ეკრანზეც გამოისახება. ასეთი დიზაინები აქვს. ასეთ ფერებშია ისინი. ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ ამ ბრენდს. განსხვავებით აფნანისგან, ლატაფასგან და არმაფისგან, ეს ბრენდი არის ფრანგული, არის ექსტრაქტ დე პარფიუმი ყველა მათგანი და რა თქმა უნდა, არომატის ხარისხი მათში იგრძნობა. მუდონის ბრენდს საკმაოდ ორიგინალური ყუთი და ფლაკონი აქვს. და ახლა unboxing-ს გავაკეთებ თქვენთან ერთად. მუდონის ჰარმონი 2024 წლის პოზიცია. ოდნავ ცხარე, მოციტრუსო საგაზაფხულო არომატი. მუდონის ბროიე 2024 წლის პოზიცია, რომელიც მამაკაცურია, საკმაოდ ინტენსიურია და არის საზაფხულო. ძალიან მდიდრული, მამაკაცური და არაშემაწუხებელია. მუდონის ენიგმა, ესეც 2024 წლის პოზიცია, საკმაოდ ყვავილოვანი, ქალური, ეს კონკრეტული გავს მემო მარფას. მუდონის wisdom, ცხარე, ციტრუსოვანი არომატი. მამაკაცურია, ეს კონკრეტული გავს ნიშანი ანის. ვაილანტი, მოტკბო არაშემაწუხებელი, მამაკაცური, ინტენსიური, გემრიელი არომატი. გავს პარფიუმს დე მალის პეგასუს, ოდნავ გავს ასევე ტიზიანა ტერენცის კირკეს. ელიჟენ, მომძიმო, მაგრამ არაშემაწუხებელი, სუფთად იუნისექს არომატი. ეს კონკრეტული გავს ლელაბო სანტალუზა 3-ს. მიმსგავსებულ არომატებში საკმაოდ პოპულარულია ქრიდავენტუსის მიმსგავსებული არომატი. ეს კონკრეტული გავს ქრიდავენტუს, საკმაოდ მამაკაცურია, ციტრუსოვანი, გრილი, საზაფხულო არომატია. გაზაფხულზე და შემოდგომაზეც არ არის პრობლემა ამ კონკრეტულის მოხმარებასთან დაკავშირებით. რადიანტი, სუფთად იუნისექს არომატი. გრილი ოდნავ ცხარე, ესეც უსეზონო არომატია, ყველა სეზონზე მარტივი მოსახმარია ეს კონკრეტული. გავს ლუი ვიტონის მეტეორს. მუდონ მაზან, მოტკბო არომატია, ძალიან გემრიელია, ეს კონკრეტული არის ძალიან ინტენსიური, ვანილისა და მოხალული შაქრის დამსახურებით. ფრეშექს, ეს ქალური არომატია, გრილი, ყვავილოვანია, გავს პარფიუმს დე მარლის დელინას, ძალიან მდიდრული და მრავალფეროვანი. შეეხება ჩარმანს, ეს კონკრეტული გავს ტონფორ ტუსკან ლეზერს, ტკბილი ტყავის, მომძიმო, ზამთრის არომატი აქვს ამ კონკრეტულს, თუმცა გააჩნია მომხმარებელს. რა თქმა უნდა, გაზაფხულზე და შემოდგომაზეც ბევრი მომხმარებლისთვის იქნება ძალიან სასიამოვნო. ეს კონკრეტული არომატიც ზამთრისთვის არის და არა მხოლოდ ზამთრისთვის, მამაკაცური არომატი, გავს ჟამბუწიეს ლემეილ ელიქსირს. მუდონის მერინი, ცივი გრილი, მამაკაცური არომატი, საკმაოდ ინტენსიური, მაგრამ არც თუ ისე როგორც ორტო პარიზის მეგამარი. მუდონის ობსიდენ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პოზიცია მუდონის ბრენდში, ერთ-ერთი უპირველესია 2022 წელს გამოვიდა და ალბათ პოპულარობა იმის გამოც მოიპოვა, რომ მარკ ანტუან ბარუას განიმეც გავს. არის მძიმეც, არის გრილიც და ცივიც. ოდნავ მოციტრუსო არომატია, მაგრამ ციტრუსი ცოტა ხანში შორდება. მუდონის ექსტაზი, ორიგინალური დასახელებით არის და სითხეც შავი აქვს. მუდონის ექსტაზი არის უსუნო არომატი. გავს ლელაბო ენაზე 13-ს, ასევე გავს ჯულიეტ ჰეზეგანის Note Perfumes. ამ კონკრეტულში ოდნავ ვიგრძნობთ გრილ, ციტრუსოვან, მწვანე ვაშლის არომატს, მაგრამ მთლიანობაში ძალიან ლაითია. მუდონის ვევეი, ძალიან უცხო, მრავალფეროვანი, გრილი, მჟავე არომატი.
ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი არომატია მუდონის ბრენდში. ეს კონკრეტული გავს ფრედერიკ მალეს Promise. მუდონის ლოისი საკმაოდ ქალური, ნაზი, მაგრამ ინტენსიური არომატი. გავს ფრედერიკ მალეს Portrait of Ladies. ვარდის დამსახურებით კიდევ უფრო ნაზი და კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. მუდონის ჩარიზმა, გემრიელი, მძიმე, არაშემაწუხებელი არომატი. ოდნავ მამაკაცური. გავს BDK-ის Grish Charnels. ბულგარის ექსკლუზივ პოზიციების მიმსგავსებული არომატი მუდონის ბრენდში ორია. ეს ერთ-ერთი მათგანი არის არკანი, რომელიც გავს ბულგარის Onyx, რომელიც არის ძალიან მამაკაცური, ოდნავ მოოდეკოლონო გრილი არომატი, საზაფხულო. ძიმე არომატი, ზამთრისთვის, მოტალე არაბიან სტონკას მიმსგავსებული არომატი, რომელშიც ბევრ მძიმე ნოტს ვიგრძნობთ. 2025 წელს შექმნილი Initio Side Effect-ის მიმსგავსებული არომატი მუდონის Grace. ძალიან გემრიელი არომატი აქვს ალუბლის დამსახურებით. ბოლო დროს Parfums de Marly's ბრენდი საკმაოდ პოპულარული გახდა. ეს კონკრეტული არის Parfums de Marly's ჰალტანის მიმსგავსებული არომატი, რომელსაც აქვს მობალზამო კაცური არომატი, არაშემაწუხებელი და მდიდრული. კარამელის, გუიაკის, ხის და მუშკის ინტენსიური არომატი. ეს კონკრეტული გავს Matier Premier's Falcon Leathers. ერთ-ერთი ტოპ საზაფხულოს უნამო მუდონის Eclipse, რომელიც ბულგარის Tigers გავს. ამ კონკრეტულში ბევრ ციტრუსს ვიგრძნობ. ცოტა ხანში კი ხილით შეერევა, რომელიც უფრო მრავალფეროვნად, უფრო არაშემაწუხებლად და ნეიტრალურად აქცევს არომატს. Seductive. ეს კონკრეტული არის მწარე ქალური არომატი, კილიანის Don't Be Shy-ის გავს. სითხე როგორც ექსტას, როგორც ელიზენს ამასაც ჩავი აქვს. მუდონ Carucci. Tom Ford Loscheris მიმსგავსებული არომატი, ესე ძალიან გემრიელია, ძალიან მდიდრულია და ძალიან მდგრადია. ტკბილი და გრილი, ვანილისა და ხილის დამსახურებით, მდიდრული და მრავალფეროვანი ბუკეტი იკვრება. ბულგარი Rose Gold-ია, შესაძლებელი არ არის ექსკლუზივი, მაგრამ ძალიან პოპულარული პოზიცია. ეს კონკრეტული გავს ბულგარის Gold-იას, ქალურია, ნაზია და რბილი. წარე საინტერესო და გრილი არომატი. ეს კონკრეტული არც ერთ სხვას უნამოს არ გავს. მუდონის მიერ შექმნილია ეს კონკრეტული არომატი. არავისთვის არ მიუბაცავს. ქალური ნაზი არომატი. მუდონის Beloved, რომელიც გავს Chanel-ის Chance, Eau de Parfum ვერსიას. რბილი და ოდნავ მოტკბო არომატი. ეს კონკრეტული გავს Xerjoff-ის ერბაპურას და ასევე Tiziana Terence's კირკეს, მაგრამ ბევრად უფრო სასიამოვნო და არაშემაწუხებელია. Chanel-ის Chance-ის Eau Tendre-ის მიმსგავსებული არომატიც აქვს მუდონის ბრენდს, ეს კონკრეტული, რომელიც ძალიან ქალური, ნაზი, ყვავილობანი არომატია.